სირთულეების შესახებ საკუთარი შეხედულებები წიგნად აკინძა და 19 წლის მწერლის ამბულაც მოიგო. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის სტატუსს მისთვის ხელი განათლების მიღებაში არ შეუძლია. თამაზი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტობისთვის ემზადება. თუმცა თვლის, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების მისაღებად საჭირო პირობები უნარშეზღუდული ადამიანებისთვის ნაკლებადაა. სიტყვა ინვალიდიც ახიზიანებს და მის მდგომარეობაში მყოფთ გარემოს გაჯანსაღებისთვის ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს. მოხარებით ბედნიერება მოსდის. და ხშირად პირიქით. ეს წუთი სოფლის წესია. ეს ამონარიდია წიგნიდან სახელწოდებით მარინა, რომელიც ახალგაზრდა შემოქმედმა 1 წლის წინ გამოსცა. წიგნის მთავარი მესიჯი, როგორც მისი ავტორი 19 წლის ახალბედა შემოქმედი აცხადებს, ისაა, რომ ცხოვრება დიდ ფსიქოლოგიურ ძალისხმევას მოითხოვს. განსაკუთრებით უნარშეზღუდული ადამიანებისთვის და მას არ უნდა დანებდე. როგორც თამაზი ამბობს, ეთრი და ყავარჯანი არ ნიშნავს იმას, რომ იმედი დაკარგო. 30 გვერდიან წიგნში თამაზმა მეგობრობაზე დაკარგულ სიყვარულსა და ცხოვრებისეულ შეხედულებებზე საკუთარი სათქმელი მოათავსა. წიგნი თამაზ მშავანაძემ საკუთარი ოჯახის ფინანსური მხარდაჭერით გამოსცა. წიგნი გამოიცა ჩემი პირადი დაფინანსებით ამ ოჯახის. მე თვითონ დავაფინანსე ეს წიგნი და გარკვეული რედაქტორების ხელმძღვანელობით. ამ წიგნის მესიჯი არის ის, რომ ცხოვრება გრძელდება პრობლემების მიუხედავად. ცხოვრებას არ უნდა დანებდე და მთავარი არის იმედი. ეთლი და ყავარჯანი იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დასრულდა. თამაზ მშავანაძემ საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა თითქმის დასძლია და ამაში დიდი როლი ოჯახთან ერთად მეგობრებსაც მიუძღვის. მას არ უყვარს სიტყვა ინვალიდი. მისი თქმით, უნარშეზღუდულები არ არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება ჭირდებათ, საჭიროა მათი შესაძლებლობების სრულად რეალიზების ხელშეწყობა. თამაზ მშავანაძე ფიქრობს, რომ საქართველოში სკოლების მხოლოდ მცირე რაოდენობა აკმაყოფილებს უნარშეზღუდულებისთვის საჭირო ნორმებს. პრობლემაა ასევე მათ გადაადგილებასთან დაკავშირებითაც. ევროპაში ბევრ ადგილზეა ინვალიდი თავისი ეტლით გადაადგილდება, მას შეუძლია ქუჩაში გამოსვლა, მაგრამ დღეს საქართველოში ეს არ არის. საქართველოში ძალიან რთული პრობლემაა ამ მხრივ და არ გვაქვს იმის შანსი, რომ მომსახურება თუნდაც სკოლაში რომ ემსახურებოდეს ავტობუსი ან რამე ესეთი, ჩაატარეს კვლევები და მონიტორინგი და აღმოჩნდა, რომ ზუგდიდსა და თბილისში 57 სკოლიდან, სადაც მონიტორინგი ტარდებოდა, მხოლოდ 3 აკმაყოფილებდა ინვალიდისთვის საჭირო ნორმებს. აქ როგორ არის ჩვენთან, ჩვენს რეგიონში? ჩვენთან პირადად მე რომ გითხრათ, სადაც მე ვსწავლობდი, მე რამდენიმე სასწავლებელში ვსწავლობდი 3-ში. და იქ არცეთ სასწავლებელში არ არის დაკმაყოფილებული ნორმები. და იყო პერიოდი, როცა მე ამის გამო შემექმნა პრობლემა. აჭარაში უნარშეზღუდული პირების განათლების მიმართულებით რამდენიმე პროექტი განხორციელდა, თუმცა ის საკმარისი არ არის და ბევრიდან კვლავ გასაკეთებელია. აცხადებს აჭარის განათლების მინისტრი მათე ტაკიძე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. გვაქვს რამოდენიმე სკოლა, გვაქვს ეს ცენტრები, გვაქვს არის ესე ვთქვათ, სკოლამდელი დაწესებულებები, სადაც ბავშვები ღებულობენ ინკლუზიურ განათლებას, მაგრამ ეს ბუნებრივი არ არის საკმარისი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ მომავალ წლიდან დავიწყოთ და აჭარის ყველა რეგიონში ყველა მიმართულებით შევუწყოთ ხოლმე, რათა ინკლუზიური განათლება იყოს მაქსიმალურად პრიორიტეტული და არა მხოლოდ პრიორიტეტული, არამედ ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ განმავითაროთ. ეს იქნება სკოლაში, ეს იქნება კერძო სკოლებში, ეს იქნება სხვადასხვა სამოწებო დაწესებულებებში, ეს იქნება სასულიერო ტიპისათვის სხვა დასასვენებელ სახლებში, რათა ინკლუზიური მიმართულების ადამიანს ჰქონდეს საშუალება იყოს ჩვენი საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრი. ვიდრე ხელისუფლება უნარშეზღუდული ახალგაზრდების ინტეგრაციასა და მათი შესაძლებლობების რეალიზებაზე მუშაობს, თამაზ მშავანაძე დროს უქმად არ კარგავს. იგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ მოსამზადებელ ცენტრში იურიდიული სპეციალობის დასაუფლებლად ემზადება და ახალ წიგნზეც მუშაობს. უნარშეზღუდულობა არ არის დასასრული. მე ვარ ადამიანი, რომელმაც დაავადება და ამარცხა და სხვებსაც ამას მოუწოდებ, აცხადებს თამაზ მშავანაძე. მე არ ვარ ინვალიდი. მე ვარ ადამიანი, რომელმაც შეძლო ამ ასე ვთქვათ დაავადების დამარცხება. და მინდა მოუწოდო ყველას, რომ ამით ცხოვრება არ სრულდება. ეს იქნება ეს არის ნაკლი, მაგრამ არა დასასრული. ამოვიჭრეს ცხადები წყლისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 დღით გადაჭირება გამსახურდიასა და კორგასლის ქუჩების კვეთა.